გამარჯობა, თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილს თემაზე ფუნქცია 2. ფუნქცია 2-ის დანიშნულებაა მოცემული პირობებიდან ერთი მაინც თუ არის ჭეშმარიტი, პასუხად მოგცემს, რომ პირობა ზოგადად ჭეშმარიტია. ტოლია or ფუნქცია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება, გავხსნათ ფრჩხილი, დავაჭიროთ fx, გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ logical ერთში i13, შემდეგ f13 და შემდეგ g13. OK-ს დავაწვეთ, ჩამოვწიოთ და ვნახავთ, რომ სადაც ერთი მაინც გახლავთ ბრძანება true, პასუხს ვიღებთ true. ხოლო თუ არც ერთი არ არის true, მაშინ პასუხს ვიღებთ false. რაც შეეხება მეორე ამოცანას, აქ გახლავთ, რომ მოსწავლეებს დაურიგდათ ამოცანები ამოსახსნელად, სადაც თითო ამოცანაში იყო 5-5 ამოცანა. თუ ერთი ამოცანა მაინც სამ ეტაპზე დადებითად ამოხსნა, ჩაეთვალოს ზოგადად დადებითად. ამიტომ ვაძლევთ ფუნქციას or და ვწერთ. გავხსენით fx-ი და ვწერთ. თუ ეს, d12 მეტია ან ტოლია 3-ის, შემდეგ ვწერთ თუ e12 მეტია ან ტოლია 3-ის და ასევე ვწერთ თუ e12 მეტია ან ტოლია 3-ის. შემდეგ ვაწვევით OK-ს, შემდეგ ქვემოთ ჩამოვდივართ და ვხედავთ, რომ სადაც ერთხელ მაინც შესრულდა ეს პირობა, პასუხი გვაქვს true. ხოლო მესამე ამოცანაში კი გვაქვს შემდეგი ტიპის ამოცანა, სადაც ვევკითხებით, რომ მომხმარებელი ან VIP უნდა იყოს, ან 30 წელზე ნაკლების. თუ ეს უჯრა ტოლია VIP-ის და VIP ტექსტია, ამიტომ ის იწერება ჭყალებში და თუ ან ეს უჯრა უნდა იყოს ნაკლები 30-ზე. OK და ამ შემთხვევაში, როდესაც ერთ-ერთი პირობა მაინც სრულდება, ჩვენ ვიღებთ პასუხს true-ს, იმიტომ რომ აი ეგ VIP-ია, მაგრამ 50 წელზე ქვემოთ არ არის, 50 წლის არის. შესაბამისად, პასუხი მაინც გვაქვს true. მადლობა ყურადღებისთვის.